ესეც ასე. ესეც ჩემი დღევანდელი დღე. აბა ეხლა წავიკითხოთ რა ჩავწერე დღიურში. აბა ჩემო დღიურო. დღეს ადრე გავიღვიძე. ხო. ისე ვისმე სიზმრა. მაგრამ ძილი აღარ შევიბრუნე. მერე სახლი დავალაგე. მერე ბაბუამ დარეკა და მითხრა გიორგი ჩამოდის თბილისშიო. ეს თბილისში რა არის? თბილისში კი არა თბილისში. რა არის? საკ. გიორგი ჩამოდის თბილისშიო. სამსახური უშოვაო და პროდუქტები გამოვატანეო. ისე შენ არის ხო გიორგი რომელია ხო? მაგრამ საიდან გეცნობ დღიური ხარ შენ. საიდან გეცნობ? ხო, გიორგი ისა რა ქვია, რატი ცოლი რომ მოთასა რატი, ხო იცი? ხო, ეგ არის გიორგი, კარგი ბიჭი, რაღაცნაირი ალალი. დღეისათვის სულ ეს არის. აი ესე დამთავრდეს დღეისათვის. ამოდი ხა ჩვენ ჩაი დავლიოთ. აჰა, ეს ადუღდა. რა ხდება აბა ერთი რაკეთ რა ხდება? უყურე ეხლა რა. უყურე, რამდენჯერ გითხარი მაგ ხალათი თუ გამოდიხარ აივანზე მეთქი, ჰა? უყურე ამას. კაპანაძეს ეგ უნდა კიდე. ვაიმე და მეწაფერი ვაიმე რო ცხელია. ვაიმე რა ცივია, ვაიმე დაფერი. აი ამ ნამცხვარს გამოვაცხობ. სად არის ეს ბავშვი ამდენ ხანს? ნიკა ვაგვიანებთ. ლაშა, არ დაიღალე ასე უსაქმურად ყოფნით. არ გინდა რამე გააკეთო. აი მაგალითად ჭურჭელია გასამშრალებელი და გაამშრალე. და არ დაიწყო, ეხა ქალი ხო არა ვარ და ეგეთები. ელენე, ვერ ხედავ რომ საქმეს ვაკეთე? ლაშა, ქანაობა საქმე არ არის. რას ლაპარაკობ? ვერ ხედავ აი სახლს ვანიავებ, ვერ ხვდები? თუ კიდევ მოუმატებ რეჟიმს, მოუმატებ და ზევითაც აუშვებ აერს. მოიცადე? ტოკ. ჩავიცვი. ნიკა ჩქარა ჩამოდი, თორე არ დაგიბეროს, არ გაცივდე. ამდენ ხანს კრივზე გვაგვიანდება. ლაშაბიძე, ესეთი რამე არ გამიგონია. დედა საკუთარი ხელით თავშვილი მიყავდეს საცენად. ნიკა ბევრს ლაპარაკობ. ნიკა სახში რომ დავბრუნდებით ისეთი გემრიელი საჭმელი უნდა მოვამზადო, აი დესერტით შევარჩიე. ხო, დღეს შიგა ტურნირი გვაქვს და თუ მექნება მაგის კბილები კარგია. ისე ლაშაბიძეა როგორ მშურს შენი ასე უსაქმურად რომ ხარ. აყვა ეხლა ეს დედამის. უსაქმურად ვარ, ხო, კარგი ვარ. იცი რას ვიზავ ახლა? არა ვარ არაფერი უსაქმურად არ ვიქნებ. ავდგები და ჩემი საძინებლის კარის საკეთს შევაკეთებ. ხო, ავდგები და შევაკეთებ. ლაშა, რა აქვს ამას შესაკეთებელი? გავაფუჭებ და მერე შევაკეთებ. წავედით ნიკა, წავედით. კარგად ლაშიკო, არიცალ ხო?
გიორგი როგორ ახარ ჩამოხვედი შემოდი არა იყოს ხო არ შეგაწუხებ და ვიქნები აი შენ კიდე აქ და ხარ შემოდი რა გიორგი ვაიმე არა იყოს ვიდგები პატა გიორგი გეხოცები შემოდი გიორგი მიბერავს იქიდან კბილებზე და მცივა გაიგე და ტკიბო შემოდი კბილებზე თუ გცივა მაშინ აქ ამშვიდობა შემოდი აბა ბედნიერი იყო ჩემი ფეხი ხო აბა ის გამომართვი ბაბუამ გამოგიგზავნა კაი ჩხარი აჯიკა კაი მარილიანი ყველი მჟავე კიტრი ხო ეს კიდე ჩემგან რა ვიცი შოკოლადი ხო ოჯახში მოდივარ სიტკბო ხო უნდა შემოვიტანო და ხო კარგი გიორგი ხო აბა კარგი წავედი მაშინ საწახოდი მოდი ერთი წუთი მოდი აქ საწახოდი მოდი აქ ბაბუამ რაღაც სამსახური იშოვაო და რაღაცა თბილისში ჩამოდისო მაგიტომ რა სამსახური იშოვე მოდი აბა მართალია მართალია კი არა რა სამსახური იშოვე მე აი სამსახურია რა ხო და რა სამსახურია ხო სამსახური გავიგე მაგრამ სახელი რაღაც რა სამსახური რაღაც რა ვიცი ერთ გიორგი ეხოცები კისერი მეტკინა დაჯექი ერთი წუთი დამშვიდ და წყარად მომიტევ ძალიან ხო რატო ნერვიულობ დამშვიდი აბა რა ხდება რა სამსახური არაფერი აი დისტრიბუციაში დავიწყე მუშაობა ხო კარგია რისი დისტრიბუცია იმის რა იმისი რისი დისტრიბუტორიც ვარ რა ხო ძალიან ხო და რისი დისტრიბუტორი ხაი კონკრეტულად რისი დისტრიბუტორი ხარ აბა ქალებს რო ხო ხდებია ეს რა არის? ხო? კულინარიული წიგნი? ნაწილი. მოდი ამას მაინც წავიკითხავ რაღაცა რა ვიცი. გადავშალოთ, აბა ნახოთ აქ რა არის. ჩახოხბილი. აქეთ რა არის ეს არ გვინდა? ეს რა არის? აი, რამდენი გვერდი? კუპატი. აი საჭმელად ხო გემრიელი ხარ, მაგრამ წასაკითხაცაც რა კარგი ყოფილი. კარგი მომეწონა ხო? მოდი აბა ერთი დესერტს გადავხედოთ რამეს დესერტ. აი, რაო? იაპონური ტორტი. მშვენიერია. ხო არ გამეკეთებინა. რა ჭირდება? კვერცხი, შაქარი. კვერცხი გვაქვს. შაქარიც გვექნება გვაქვს. ეს არის, ყველაფერი გვაქვს. ესე იგი, იაპონური ტორტი ჟოლო. მაგრამ ჟოლო რო არა მაქვს. აი, ამას ვერ გავაკეთებთ. აქეთ რა არის? აი, ესპანური ნამცხვარი, მშვენიერია ესპანური ნამცხვარი ზეფირით. მაგრამ ზეფირი არა მაქვს. მოდი რას ვიზა ვიცი? ამ იაპონური ტორტის და ამ ესპანური ნამცხვრის ინგრედიენტებს ამოვიდებ და რაღაცა შევაერთებ და რაღაცას ისეც გავაკეთებ, რაც არავის არ გაუკეთებია. კარგია? არ ვიცი გიორგი ვერ ხვდები არ ვიცი შოკოლადი ჭამე პატა იცი რა შოკოლადია ციცოს ბუტკაში ვიყიდე ციცოს ბუტკა არსებობს კიდე ასლაპარა იცი რა მუშაობა აქ ორი რვეული მანახა ნისიე მართლა თარო გაიგო შენთან მომქონდა ეგრევე დამიკლო 10 10 დაგიკლო შენთან რასლაპარა ძალიან მიდი მოიტანე გავსინჯოთ მე მიდი აბა რა შოკოლადი მიდი შენ არ მიირთმევ შოკოლადს ულამაზესო აუ მე მეუბნები პატა არა გიორგი შენ რას გეუბნები შენანაირად გეუბნები შენ არის ხო გიორგი მოდი აქ არა იყოს ვიქნებ რა იყოს მოდი აქ გიორგი მოდი აქ ერთი მოდი აქ დადექი აქ დადექი გაიხედე იყოს ვაიმე გიორგი გაიხედე პატა მეხუთე სართულზე რო ის მაღალი გოგო აქ ერათმიანი ლამაზი ნამდვილია ეგა? ხო ნამდვილი ხო ნამდვილია აბა რა არის კარგი ეყოფა მომეც თურმე არა იყოს ისა გიორგი დურბინს არ მაძლევ არა აპატი ხო კარგი გამოდი გახსენი მიდი ერთი რა შოკოლადია გავსო აბა ციცო შოკოლადი წავიდა აი შენ რო დაგინახა წავიდა გიორგი
რა არის აბა? დამიღო მალე. საბა? ამ პირისეთის ხელი მაქვს, ეხლა ჩადანა გაიგე? შენ პატა ამ სახლში მარტო ცხოვრობ შენ? ახლა კი. ახლა მარტო ცხოვრობ, მაგრამ ადრე ისივისთან ერთად ცხოვრობდი? რატი, ხო იცი? რატი? შენ რო წოლი მოკტასა კაცო, რატი? კაი კაცი. მაგრამ სიგიორგი, ეხლა ფიქრობდი და აი თქვენ რა გამოდიხართ ერთმანეთის, თქვენ სამნი? გაი, ფიქრობ და ვერ მოვიფიქრე, რა გამოდიხართ თქვენ სამნი ერთმანეთის? ქმარცოლ ქმარი თუ ცოლ ქმარი, ჰა? აიცი, აცა. რა გამოდიხართ? ისა, შენ შეყვარებული როგორ არის? კარგად, ქობულეთშია ეხლა. დასვენებლად არა? არა, გათხოვდა, იცი რა ბიცგა ყვა. აიმე. მოგონი კარგი გამომივიდა, ხო იცი? ცუდი არ უნდა იყოს. რა, მოდი დაველოდები ნიკას და ელენეს და მათ ერთად გავჭრი. მაგრამ არა, ეხლა რო გაიგონი მათ რომ მე გამოვაცხე დამცინებენ რა კაცის საქმეა გამოცხობაო. პატასთან რო გავიტანო, პატა იფიქრებს რომ რას არ ფიქრობს ხოლმე ეს ბიჭი კიდე რა? არა, ეხლა იმასთან ნუნუსთან გამორიცხულია გატანა, არა. ფრიდონთან ხო საერთოდ. მოდი რას ვიზა, ვიცი? შევჭამ. მაგრამ დიდია ძალიან და ნახევარ შევჭამ და ნახევარს მე რაღაცას მოუფიქრებ რა. ვაიმე მუცელი როგორ მტკივა. რა გინდოდა გიორგი, რას მეჩოდი მითხარი, რა გინდოდა, რატომ მომწამლე კაცო, რა გინდოდა? რა მითხარი იცოდე, ვინ დაგავალა ჩემი მოწამლა მითხარი იცოდე. მე რა ვიცოდი თუ ესეთი ვადაგასული იქნებოდა, რა ვიცი. ყველაზე ძვირიანი რაც იყო ის ავარჩიეთ, ვაიმე მუცელი. აი შევჭამ ეხლა მეც და შენთან ერთად მოვიწამლებ. გაანებე თავი კაცო, რაც შენთან ერთად მოიწამლები, რომელი რომეო და ჯულიეტა მე და შენ ვარ. იწამლები, წადი მეზობელს დაუძახე ვიღაცას კაცო, წადი ხო. ვაიმე მუცელი. ვაიმე ჩემი მუცელი, ვაიმე რა გინდოდა გიორგი, ხა? ვაიმე მუცელი. ვაიმე. რა იყო გიორგი? არა პატა, პირველად მივდივარ ოჯახში და ხელცარიელი ხო არ შევალ 1-2 წელს წავიღებ. რა საიღებ, დაგინდა, გაანებე თავი, რა გინდა, მეზობლებიც უნდა მომიწამლო, გაანებე თავი. ვინ არის? შენ შემოგზავნილი ხო არ ხარ, კაცო, რა გინდა, დაჩერდი, ვინ არის? პატა. ბატონო. ვისა, ელენესთან მოვედი და შენი ხმა გავიგე სადარბაზოში და ხო მშვიდობა. გამარჯობა. სალამი. აი შოკოლადი შევჭამე და მოვიწამლე თეკლა მუცელი მტკივა მაგრად. შოკოლადი? ჩემი ბრალია მე მოვუტანე. მოიცა ვადაგასული ხო არ არის? აიმე. მოიცა ამას ვადა არ აწერია? რა ვიცი თეკლა მე მგონი ეგ იმ დროს გამოუშვეს, მაშინ საერთოდ არ აწერდნენ ვადას, რა ვიცი ალბათ, რა ვიცი. დაღუპი ახალგაზრდა კაცი. დამშვიდი, ისეთი არაფერია, დაწერა. არაფერია, რასაგავს შეხედე ეს საწყალი. გამარჯობა თათია. რა მაგარია. რა ლამაზად დამორთული. რა არის? ნამცხვარია თათია, ნამცხვარი. ხო, მოიცა? ალკოჰოლური სასმლის შემოტანა ბარში აკრძალულია. ნამცხვრის არ მახსოვს. ვინ გამოაცხო? საიდუმლო შენახვა შეგიძლია? კი. მე გამოვაცხე. მართლა? აუ, არა უნდა მეთქვა. თათია.
მოიცადე, ეხლა რა გამოდის, რომ შენ ისე არ მოგწონს, მე როგორ გემსახურები, რომ შენი ნამცხრით დადიხარ? არა, თათი, არა, რა შუაშია, გეტყვი ახლა. ხო გამოვაცხე ეს ნამცხვარი. ხო და ნახევარი შევჭამე, ნახევარს კიდე ვეღარ მოვერიე და რა ვიცი ახლა, ვიფიქრე ჩავიტანოდი, ხო გამისინჯავ. კი, მაგას ვაკეთებ ეხლა. ხო? მოიცადე. თან ცუდია, ხო? მართლა, მო? რა ქვია, რა არ მქონდა მე, ჟოლო არ მქონდა და ზეფირი, ხო? ჟოზე ქვია. უყურე, ვინ არის საწყალი? მოდია, ვინ არის საწყალი? დავშვიდი, კარგი, პატა, ერთი წუთი მოვისვა, ბევრი შეჭამე? რა ვიცი, თეკლა გამდნარი იყო და ერთმანეთზე იყო გადაწევებული და ვერ გეტყვი კონკრეტულად რამდენი გამომივიდა, რა ვიცი. აკა მომწმე დამშვიდი დაწნარდი მე ვიცი რაც უნდა ვქო ერთი წუთით ესა ერთი წუთით ერთი წუთი გაჩერდი გეხვეწე შენ რა ქვია მე კი გიორგი მქვია მაგრამ რა თქინდა აი რა ვქენი ისე თეკლა გიორგი ხო გიორგი ერთი წუთით თუ არ შეწუხდები აფთიაქში რომ ჩახვიდე და რეგიდრონი ამოიტანო რა შემიძლია მაგრამ რეგიდრონი როგორ ესე დღისით, მზისით. პირდაპირ შეხვალ აფთიაქში და ეტყვი რეგიდრონი მინდაო და მოგცემენ. მე არ მინდა რეგიდრონი. აი პატას უნდა რეგიდრონი. აღარ შემიძლია. პირი მაგ გამომწვარი, მუცელი მაგ ჩამწვარი, გული დამწვარი, რა გინდა რას მერჩი თქვა წადი რაღაცა დააკეთე ხო? აი გიორგი გეხოცები ჩქარა თორე ცოდოა რა. აი წავალ, იქ ვინ უნდა ვიკითხო ეგ მითხარი ახლა. არავინ არ უნდა იკითხო, შეხვალ გოგოები დაგხვდებიან, რეგიდრონი მომეცე ეტყვი და მოგცემ. მარტო გოგოები არიან იქ? კი. აუ ცოტა რომ მწხვენია. უყურე, რისი მწხვენია, ჰა? ის რა რისი მწხვენია, ის გიორგი ბწყინვალის დროიდან შოკოლადი რომ მომიტანე ის არჩევს. მე ესეთი გემრიელი ჟოზე ჩემ ცხოვრებაში არ მიჭამია. რას? რანაირი ჟოზე გიჭამია? პრინციპში აქამდე ჟოზე არ მქონდა გასინჯვი. ახლა რა ვქნათ, იცი, ამას წავიღე ბარში, გავყიდოთ. კარგი რა თათია, ვინ იყიდის ახლა ამას? რას უცებ ლაპარაკობ? გაიყიდება ესეთი გემრიელი? მართლა ესეთი მოთხოვნა საერთოდ იმაზე, რა ქვია, ნამცხვარზე მოთხოვნაა? არა, იცი რა არის ხა კონკრეტულად ნამცხვარზე არა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ხა რას მიუტანთ? ჩვენ არ გავუკვირდებათ და? ხო, ისე მართალია. და ამის არ შეცვლა რა. წავედი, ესე პირდაპირ ვეტყვი, რეგიდრონი მომეცით მეთქი და მიხვდებიან. ხო. აი მე კარგი მე წავალ და შენ დარჩინე. ახლა თეკლა ამასთან ტოვებ, მოდი ერთი წუთი. გეხოცები, გადადი ქუჩის მეორე მხარეს არის აფთიაქი. გადადი გიორგი გეხოცები. კარგი გიორგი გეხოცე. აიბე. თეკლა. ბატონო. მოდი. გეხოცები რა. იმას არ უთხრ ძალიან ვთხოვ რომ სიცოცხლე ბუტკაში ნაკიდმა შოკოლადმა მომწამლა კარგი თუ რაღაცა უთხარი რომ ვითომ მარტოობამ და მაგაზე ფიქრმა გამომხრა შიგნიდან გაიგე პატა ვინ იმას უთხრა აი იმას ტურბინდას რა ტურბინდას რა გჭირს პატა დამშვიდდი დაწყმარდი ყველაფერი კარგად იქნება არ ინერვიულე ფეხი წავიდე თუ ლივტით ვაიმე კარგი დამშვიდი როგორ ჩენ გინდა გიორგი არა მე კი არ მინდა ანუ ფეხით რომლითაც მალე წავალ იმით და ფეხით წავიდე ლიფტით თუ ფეხით ლიფტით არა ლიფტის მეშინია მაშინ ფეხით წადი გიორგი ფეხით რატომ უნდა წავიდე თუ მითხარი ლიფტით უფრო მალე ჩახო ვაიმე გიორგი გეხოცები წადი თუ რამ შხამიან შოკოლადს გესვი აი ლიფტით მივდივარ ლიფტით თეკლა ისი რა ცუდი შეგრძნება ახლა აი ესე მგონია რომ წარმოიდგინე რომ ვითომ შიგნიდან აი ესე მგონია რომ კიბურჩხალები დადიან და ესე კარგი რაღაც მომავალ
ესე დამსინიან ვითომა ეს შიგნიდან ეს კი მოჭხალები ესე ბატონის ლივტი და რა ვქნა ესა გიორგი 5 თეთრიანი ჩააგდე და წავა 5 რა არის 50 ჩავაგდებ და ვაიმე თეკლა აი ძალიან მინდა ეხლა რომ 2 წუთით გამომაჯამრთელა რომ აი ეს მასე მინდა რა ისეც უნდა კარგი დამშვიდდი პატა დაწნარდი ისე მეყოფა 2 წუთი ვითომ ხა არა კარგი იდეა რა გამარჯობა ლაშა როგორ ხარ? კარგად კი ვარ მაგრამ აქეთა ვარ მე ბატონო პროფესორი ვიცი ხედავ გამარჯობა პროფესორ რა შეუკეთებთ თქვენ? რა გააქვთ? ახალი დამცხვარი გვაქვს ჟოზე. და რა ღირს? უფასო. მაშინ არ მინდა თუ უფასოა უხარისხო იქნება. არა, 3 ლარი ღირს, 3 ლარი ღირს. არ მაშინ არ მინდა 3 ლარს ნამცხვარში ვერ გადავიღე. სხვა რა გააქვთ? სხვა ესე იგი გვაქვს ცეზარი, პიცა, ფრი, სპაგეტი, გვაქვს სტეიკი, გვაქვს გოგრის სალათა, გვაქვს წვენი, გვაქვს. იცის მე რა თქვით? და თქვენ რა გინდათ? ბანანი. ბანანი არ გვაქვს. კარგით, მაშინ მოვიფიქრეთ. მოვიფიქრეთ. ბატონო პროფესორო თათიას უყურებთ ხო? მეტყობა ხო? კი კარგი გოგოა თათია. მე დაგტოვებთ ეხლა თქვენ და აბა ეს დროებით კარგად იყავით ბატონო პროფესორო თათია ძალიან დიდი მადლობა რომ ეხმარები რა ძალიან დიდი მადლობა წავედი ხლა მე გავიქეცი კარგი? კარგი და თუ მოეწონათ ნამცხვარი რა უთხრა ვინ გამოაცხვა თქო? თუ მოეწონათ რაც გინდა ის უთხარი ოღონდ მე მაინც ნუ მახსენებ რა ვიცი ხლა და თუ არ მოეწონათ იცი რა უთხარი ვინ გამოაცხვა თქო? აი კარატისტი რო არის თენგო ხო ის ჩვენთან ეზოში თენგო ხო უთხარი რომ იმან გამოაცხვა წავედი ვაიმე თეკლა ძალიან ცხოვრა ისე ნელა მინიავებ რომ რამოდენიმე სტატიის საკითხვა და მოვასწარი კარგი პატარა დამეღალა ხელები რა აი ეგ არის აი საერთოდ არ გეცოდები შენ და საერთოდ არ ზრუნავ ჩემზე რა არის ვერ გავიგე როგორ მტკივა მუცები იცი რა ცუდი იყო თეკლა რომ გავხსენე თავინა კი რაღაცა ვიფიქრე რაღაცა ქონდა აი როგორ ისე თეთრი რაღაცეები ქონდა, კაი, ეგ თითქოს აი რა ისა რა ქვია, ობი, უიმე, ნუ მახსენდები, უიმე, აი რა რომ არც მინდა გავიხსენო და მე ესე ხო შევჭამე და რო შევჭამე რაღაცნაირი ისეთი გემო ქონდა, აი როგორ ის წყალარტე, ხო ნუ მახსენდები, უიმე რა ცუდი გემო იყო და რაღაცა შიგნით რა ქონდა, იცი ჯემი თუ რაღაცა, უიმე ნუ მახსენდები. პატა გაჩერდი თორე მეც ცუდად გავხდები. აი რა ცუდი იყო, რა იყო ეს კაცი? ეს გიორგი სად არის ამდენ ხანს რა? აი რეკავს ძალიან გთხოვ უპასუხე თორე ამის ხმაზე გამახსენდება ის შოკოლადი თუნდაც უნდა გავხდე ისე არ მინდა რა ალო ხო გიორგი რა ხმა მაქვს არა პატა არ ვარ თეკლა ვარ ხო რეგი ხო მეორე კარგი მალე მოხვალ ხო გიორგი კარგი რომელი სადარბაზოაო რა დაბნეული ბიჭია რა პატა აქცინავს? ესე მალე როგორ დაიცი? ეს რა არის? პატა ფერაძის ყოველდღიური ჩანაწერები. პატა მომახსენდი ნუ რა მოხდა ეხლა მეგობრები არ ვართ პატა რა უნდა იწეროს ეხლა ისეთი დარწმუნებული ვარ ჩემს ადგილას ყველა ესე მოიქცეოდა ხო
აი, ბოლო დღის ჩანაწერიც გაუკეთებია. ჩემო დღიურო, გიორგი ჩამოვაო, ყოჩა ხარაგაულს რა გემრიელი შოკოლადები იყიდება თურმე. საწყი. მას ხოთ. დღეს მედალი გადმომცეს. ამაზე ბევრს არ დავწერ, ამაზე თაობები დაწერე. დღეს კვირა ვისვენებ, მიყვარს კვირა. ავდექი ტელევიზორი ჩავრთე. უი, ორშაბათი ყოფილა. ვაი, სამსახურში დავაგვიანებ. ვაი. არ უნდა ჩამეტანა რა, არ უნდა ჩამეტანა თათიასთან ბარში რა. შეჭამს ვიღაცა, არ მოეწონება და უნდა შევრცხვე. არა, მაგრამ თათია შემპირდა მე რომ არავის არ ეთყოდა რომ ჩემ მე გამოვაცხე ის ნამცხვარი. ხო, ანუ არ შევრცხვე. მაგრამ მაინც არ უნდა ჩამეტანა. ვეკნებოდა ეხლა აქ და ჩაისთან ერთად მივირთმევდი მშვენივრად. ლაშა ვიცია? ჩვენ იცი? მოიცა, ლაშა, ჩვენ შენთვის სიურპრიზი გვაქვს. ტურნირი მოიგე? არა, ეგ სიურპრიზი კი არა, სასწაულია. დედიკომ რაღაც გიყიდა. მოიცა, ლაშა, მოდი დაჯექი. ესე იგი მე და ნიკა რომ მოვდიოდით ბარში შევიარეთ, ნიკა მითხრა ნამცხვარი მინდა. ხო, ყბაში მომარტყეს და მარტო ნამცხვარჭა. მოიცა, ხო და თათიამ გადმოგვიღო ნამცხვარი და გაგვასინჯა. მერე? ლაშა, ისეთი გემრიელი, მე ასეთი გემრიელი ნამცხვარი არ მიჭამი, ახლა გადმოგიღებ, უნდა გასინჯო. კარგი, ხა მეხუმრებით? არა, ლაშა, რას გეხუმრები? ძალიან გემრიელია, გასინჯე? მიდი. გასინჯე? გავსინჯო? გასინჯე, ლაშა. ხო, კარგია. თან გეგონება სახლშიაო გამომცხვარი. თითქოს ამ სახლში. ლაშა, თან ისეთი იაფიღირს, იფიქრებ რა უნდა ამის გაკეთებასო. რას კი რა უნდა ელენე? ბისკვიტს ამოყვანა არ უნდა? კრეფს მომზადება არ უნდა? თან ტემპერატურა უნდა შეინარჩუნო, უნდა აკონტროლო. ალბათ. ნიკა, მიდი რა კარგია. იცი, მე ძალიან ცოტა ენერგია მაქვს დარჩენილი და ან იქ მივალ და კარს გავაღებ და დავეცემი, ან კიდე ოთახში ვარ და იქ დავწერ. მადლობა დე. მობზანდი. გამარჯობა ელენე. ლაშა, ელენე, ისეთი ნამცხვარი მოგიტანეთ გასაგიჟდები. დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საუკეთესო საჩუქარი, რაც ოდესმე მიმიღია, არის ჩემი ქარიზმა. ბედისგან. მადლობა, ბედო. მოდი ცოტა ძველი ჩანაწერებიც ვნახოთ, აბა. აჰა. დღეს სადარბაზოში ულამაზესი გოგო გავიცანი. ძალიან გამხდარი და გაწეწილი. აუ, რა ლამაზი ყოფილა ბადა. თეკლა ქვია და ელენესთან და ლაშასთან იყო მოსული. ნუ რა გინდა, ეხა მართლა ლამაზი ყოფილა. ისე მეც მახსოვს ეგ დღება და დღეს მინდოდა რომ თეკლას დასანახად რამე გმირობა ჩამედინა და ლიფტში გავჭედე. რომ მერე გმირულად გამომეყვანა, მაგრამ მერე გამახსენდა რომ ლიფტის გაღება მარტო შიგნიდან ვიცი. აი, თურმე რა მომხდარა იმ დღეს. დღეს სოუს ვაკეთებ. თეკლასთან გავედი ხახვის სათხოვნელად. სახლშიც ვქონდა ხახვი, მაგრამ აი ეს თეკლას ხახვის ფურცლები. ხახვის ფურცლები შეინახე. თათიას ბარში შევიარე და იქ გიყიდეთ ისეთი არაჩვეულებრივი. ალბათო, ნუ ეხლა მოვედით მე და ნიკა თათიასთან ვიყიდეთ ეს ნამცხვარი და ლაშას მოვუტანეთ, აი. უი, მართლა დედა. თქვენც მოგეწონათ ნუნურიც. ვაიმე, ლაშა, მარტო მე. ვაიმე, მთელი ეზო გაგიჟდებულია. ემზარმა თქვა, მთელი კაცები დომინოს ამ ნამცხვარზე თამაშობენ. რას ლაპარაკობ? ო, ისე. ცეთი გემრიელი. არ მჯერა რა, არ მჯერა რომ აი მართლაც რომ არ მჯერა. ლაშიკო, ნეტა ვიცოდე, ვინ გამოაცხო რომ ხელები დაუკოცნო რა. არ არის ხა საჭირო რა. ესოგლებო.
ვაი ფიტო დაგაგვიანდა ელენესაც უყიდია მეც მოუტანე რა თუნდაც ამდენი ადგილი და ჩემსაც უკან წავიღებ დადეხლა ამ ხლის კაცი ვარ ხელოვანი კაცი ვარ არტისტი კაცი ასეთი გემრიელი არაფერი მიჭამია ეს აშკარად ლამაზი ქალბატონის ნახელავია ვიცი რა იცით კი იცით აბა არ იცით ეხლა თეკლა ვახშამზე დავპატიჟე და ისევ უარი მითხრა. არადა 3 დღე რეპეტიციობდი სარკესთან როგორ დამეპატიჟა. დღეს ელენე მაღაზიებში წამიყვანა და ძალიან ძვირიანი ტანსაცმელი მაყიდინა, მაგრამ თეკლამ საერთოდ არ მომაქცია ყურადღება როგორც ყოველთვის. მე რა საშინელი ადამიანი ყოფილა რა. ცარაო სათიყავი 12 იანვარი დღეს გადავწყვიტე რომ თეკლაზე აღარ ვიფიქრო აღარასოდეს მორჩა დღეიდან თეკლას საბოლოოდ დავივიწყებ და ახალ ცხოვრებას დავიწყებ 13 იანვარი დღეს გავიღვიძე და თეკლას დავურეკ ვერაფერი ვერ ვუთხარი უბრალოდ მის ხმას ვუსმენდი დღეს ვიტირე ბოლოს 10 წლის რომ ვიყავი, მაშინ ვიტირე ველოსიპედით წიწილა რომ გავჭყლიდე. გაინება. სამწუხაროა რომ თეკლა ამ დღიურს ვერასოდეს წაიკითხავს. ან თუ წაიკითხავს ეს იმას ნიშნავს რომ მე აღარ ვარ. ვაიმე პაატა. პაატა. მე პაატა მაპატიე რა შენ თურმე ესე იტანჯებოდი და მე კიდე ვერაფერს ვერ ხვდებოდი პაატა კიდე ის მაპატიე რომ მამას იმ დროს გეუბნები როცა გძინავს და არ გესმის ისე მართლა ლამაზი მარჯვენა პროფილი გაქვს ვაიმე არ დამიმალოთ ვეღარ მომსწარი რაიმე გიორგი ჩაეძინა და სათხარ ამდენ ხანს არა სანამ პატრული არ გავიდა არ გამოვედი აფთიაქიდან მაინც ეს მქონდათა ცირა ფრიდონ ისეთი გემრიელია მე მგონი აი კაცის ხელი აკეთყოფა რა რაღაცნაირად არა აბარა მე რომ გავწინჯე ნახდა და აი კაცის ხელი იგრძნობა თითქოს იცი რა არის ხა მე თავს ვერ დავდებ მაგრამ ეს თუ კაცის ნახელავია მაშინ ისეთი კაცი ყოფილა რა ვაი კაცი რა ეხლა რა თქვა ვაი იქნება ორი შვილი ყავს და კაცური კაცი შეიძლება კარგი ლაშა სად გაგიგია შენ ნამსხრის ცხობა და კაცური კაცობა ერთად გაგიგია ისე მართალია ხო იცით კაცი და ცხობა რაღაცა აბარა მე მგონი ვიცი ვინაცხობს ამ ნამცხვარს თათიასთან შევიარე და ვკითხე ვინაცხობს ამ ნამცხვარს თქო და მითხრა ვინო კარგი რა თათია კარგი რა კაცო ლამაზი ქალბატონი ხარი რო არა მითხრა არავის არ უთხრა ჩუმად გეხოცე კითხო ამ ნამცხვარს აცხობს ვინმე ჟოზე გითხარი ვაი კაცია მეთქი გითხარი ერთი წუთით ფრიდონ ვაი კაცი კი არა ჟოზეფინა ქალია ქალი ფინა თუ არის ხო რა ვიცი ვინც არ უნდა იყოს ოქროსავი არაჩვეულებრი და რა გემრიელია იცი და როგორი იაფია კიდ ნაჭრებსაც ჭრის და თავარი არ გააფუჭოს თავარია თავში არ აუარდეს ნაჭრები არ დააპატარაოს ფასს არ მოუმატოს ეგ უნამუსო ეგ ხოც მაგათი თავში ავარდებათ ხოლმე გააძვირებენ ხოლმე და გაორმაგებენ ფასს ეხლა თქვენ იმდეს ლაპარაკობთ რომ მართლა გააძვირებს ეგ ჟოზე იცი რა წავუღებ ამას ჩემს ემზარს და ჩაიზე მიირთმევს კეთები გაგთან მეც დაგტოვებთ ნამსხვრსაც დაგიტოვებთ არა ბატონო ფრიდონ წაიღეთ ჩვენ გვაქვს ხო აბა რა წამოიღე თუ არ უნდა წავიღებ სტურვებთან მივდივარ და ხელსარილი არ მინდოდა მომეცი აქ კარგად ნახვამდის წამოდი ნახვამდის კარგი რა თათია მე გითხარი რომ ნამცხვარს ქვია ეს ჟოზე და მე დამარქვი ჟოზე კაცო
არა რა, როგორ უნამუსო, კიდე მე ვარ უნამუსო, გავაკეთე ნამცხვარი, გაჭამე და უნამუსო და ვაიკაცი ვარ მე, ხო, ვაიკაცი. აი. ვაიკაცი. უნამუსო. შევიძიათ სულად ხარ? კი. მეც. შენ რა გჭირს? გვერდებში მირტყეს შენ? მე სულში. გვერდები უფრო მტკივნეულია. თეკლა, სათხარ ამდენ ხანს, აბა დილით მოვალო. მოვედი ელენე, მაგრამ პატასთან შევედი, შოკოლადმა მოწამლა და ცუდად არის ძალიან. გასლაბა, ამიტომ ვარ დღეს ასე წყნარად ყველა? რა ლაპარაკია ლაშა? თეკლა და ახლა როგორ არის? კარგად მოვუარე, მივხედე და ახლა უკეთესად არის. მაინც ვერ გავიგერითი დამთავრდა. ვაიმე თეკლა, დღეს ნამცხვარი გავსინჯე რაღაც საოცრება. წამოდი, შენც უნდა გაგასინჯო. ეს არის? ეს არის. დაჯექი რაღაცა კარგად გამოიხურება ელენე. აბა, გასინჯე? ეხლავე. ელენე, რა გემრიელია, ვინ გააკეთა? ჟოზე. რაიმე ახალი შემოსულია საკონდიტრო ბაზარზე და ამას პაატას წავუღებ რა. არა თეკლა, რა პაატას შენ ჭამე? არა, მე შეჭამ, მაგრამ პაატას წავუღებ ცოდო. კარგი, წავუღე, ჩვენ ახალს შევუკვეთავთ. ელენე, შენ რანაირად შევუკვეთავ ახალს? რანაირად შევუკვეთავ ლაშა და დაურეკავ თათიას და ვეთყვი რომ დაურეკოს ჟოზეს და უთხრეს რომ ერთი მთლიანი ნამცხვარი გამოგვიცხოს. ლაშა, რაც არ უნდა ღირდეს გადავიხდი. მოიცა სამსახური ვიშოვე? რა ლაშა, რა ისე შენ არ ინერვიულო, ფასზე არ ინერვიულო, ჟოზე შენთვის იაფათაც გააკეთებს.